და კანონი რომ მხოლოდ გიბრიდისა და ელექტრომობილები იქნება აეროპორტში მოემსახურება ადამიანები, რომლებიც ჩამოვა, ხო? და ასევე ბასლაინზეც მხოლოდ ელექტრომობილები ივლიან, როგორც ირკვევა კანონში, ახალი კანონი შემოდის, ბასლაინზე მარტო ელექტრომობილები წავა. აი, ახლა შენ აუხსენი კიდევ მოსახლეობას, იმიტომ რომ ეს საქართველოში ათასობით ადამიანს აინტერესებს. ეს არის ელექტრო, რომელიც გადის 500 კილომეტრს. ეს აჩვენეთ, ეს არის ესეთი ცხვირით, ვიზუალით და ეს არის ესეთი. რომელსაც ცხაურა აქვს, ეს არის ჰიბრიდი. აი ეს ცხაურა, რომელსაც აქვს, არის ჰიბრიდი. რომელსაც ცხაურა არ აქვს, არის ელექტროავტომობილი, გადის 500 კილომეტრს, ეს გადის ბენზინის. კარგი, დატენილია ეს. და მივდივარ ბათუმში. და არ არის მეტი ელექტროენერგია გამოილია. პირდაპირ მიდის ჩვეულებრივად ბენზინი. ჩვეულებრივად ბენზინის დახმარებით ელექტრო თუ დატენილი არ არის, ჩვეულებრივად ბენზინის დახმარებით ჩახვალთ და გიწვავთ 4 ליტრას სრულად. აი დღეს საქართველოში სხვა ავტომობილი ადამიანმა არ უნდა იყიდოს. თუ გინდა რომ თავის ტკივილი აირიდოთ, ამ შემთხვევაში ნომერი პირველი არის ეს სამი მანქანა, რომელიც დგას და მერე მოდის BYD, როგორც ელექტრო, ისე ჰიბრიდი. მოდი, ეს ავტომობილი მოსახლეობას მიმართოთ, ჩვენ გვყავს ახლა ბევრი არ გვყავს, იმიტომ რომ რაღაცა მართლა ძალიან ცოტა დაგვრჩა ეს ავტომობილები და აი ეს BYD გვყავს რაღაც რაოდენობა და მომავალშიც ვაპირებთ შემოყვანას, მაგრამ მიჩქარეთ, ვისაც თქვენ ახლა ავტომობილები შეძენა გინდათ, ამ წუთას არის. ეს კიდე ახალი მოდელია, 2026 წლის ავტომობილი. 26 წლის მოდელი და შავი ფერი გვყავს ერთი 80 ავტომობილი, ხო? იგივე შავი ფერი გვყავს 80%. რომელიც 600 კილომეტრს გადის შავი ფერი. 610 უწერია. 610 უწერია და 600 კილომეტრს გადის. რეალურს გადის. იმიტომ რომ ჩვენ ეს უკვე ბევრჯერ დავტესტეთ და ბევრმა ადამიანმაც უკვე ეს კარგად მოიხმარა და ყველა კმაყოფილია, ხო, ამ ავტომობილებით. მოდი კიდევ ერთჯერ მიმართოთ მოსახლეობას, რომ ჩვენ რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ. განვადება, გარანტია, ლიზინგი და ასე შემდეგ, რაც ჩვენ შეგვიძლია, ესა თუ რამე იქნება ავტომობილებს მომსახურებიან როგორც თბილისში, ისე ქუთაისში და ისე ბათუმის ცენტრში დაახლოებით აი ხვალზე უკვე. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ტაგზე მუშაობს, ვინც ეს ავტომობილი შეიძინა და ვინც არის მადლიერი.